ვიზომავე ხა გლუკოზას გლუკომეტრზე და შევადაროთ CGM-ის გლუკოზის მაჩვენებელს. ამ მომენტში ჩემი გლუკოზის დონე CGM-ზე არის 86. ნახოთ რა იქნება გლუკომეტრზე. CGM-ზე იყო 86 გლუკოზის დონე, ხოლო გლუკომეტრზე 80. რატომ არის ეს განსხვავება და არის თუ არა ეს შეცდომა? ეს აპარატები განსხვავებულად ზომავენ გლუკოზას. გლუკომეტრი ზომავს სისხლში გლუკოზის დონეს, ხოლო CGM-ი ზომავს უჯრედს შორის სითხეში. აი წარმოვიდგინოთ მატარებელი, სადაც ბოლოში არსებული ვაგონი არის CGM-ი, ხოლო თავში გლუკომეტრი. ამდენად გლუკომეტრი სწრაფად რეაგირებს და აღიქვამს, ხოლო ბოლოში არსებული ვაგონი, ანუ CGM-ი, გარკვეული დროის მერე დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ აღიქვამს გლუკოზის იგივე დონეს. ამდენად მოწოდებულია, რომ ესეთ აპარატებში ცდომილება დაშვებულია 5-დან 15%-მდე და ეს, რა თქმა უნდა, ნორმად მიიჩნევა. ჩემ შემთხვევაში, სანამ გაზომვას დავიწყებდი გლუკომეტრით, იყო გლუკოზის დონე 86 CGM-ზე, მერე იყო 85, ეხლა ბოლოს რო შევამოწმე, 84-ზე ჩამოვიდა. ბოლოს 83-ზე ჩამოვიდა, ანუ რეალურად სხვაობა 3 ერთეულში იყო. თქვენ თუ გამოგიყენებიათ CGM-ი, მომწერეთ კომენტარებში.